აი ეგ არის თქვენი ამერიკა რა. აი ეგ არის. რიახაც გაბრაზებული ვარ ძალიან. აი ჯერ ხო ბურბონს ვისკი დაარქვეს. ხო. ბურბონს ვისკი დაარქვეს. სხვა რაღაც სხვა სასმელი მე თუ გითხრა. კაი. ბურბონს ვისკი და single malt ხო გააკეთეს ამის მერე. ფითი ტორფიანი single malt გააკეთეს. აი ყველაფერი აი ეგ არის თქვენი ამერიკა. აი ტორფიანი single malt ამერიკული. ეხა გამორჯობა. მე მაინც ვირჩევ ამერიკას. მართლა არის ფიქრობს ვიღაცა, ხარ ეგეთი დამოკიდებულება მაქვს. ძალიან უცნაური ვისკი გვაქვს დღეს ბარში, გასასინჯად. ეს არის ASW Distillery, ესეთი ამერიკული დისტილერია ASW. აიცა გაიაროს. Hello Moto. Hello Bispondi. ASW ნიშნავს American Spirit Whisky. American Spirit Whisky. საინტერესო ამბავი, ანუ ეს დისტილერი, ანუ ეს ASW დისტილერი სანამ გაიხსნებოდა, გონი 2015-ში თუ 12-ში, არა 15-ში გაიხსნა მე მგონი, მაგრამ 2011-ში მის ფაუნდერებს, შემქმნელებს ხო დისტილერია ვინც დაარსა დამაარსებლებს. მანამდე უკვე ჰქონდათ რაღაცა კიდე სპირტები და რაღაცეები და გამოუშვეს მანამდე სანამ ეს დისტილერია გაიჩნდებოდა ვისკი რომელსაც ეგ სახელი ჰქონდა ანუ American Spirit Whisky და ეს სახელი აიღეს და ამ თავის რამდენიმე წლის მერე გახსნით დისტილერიას პირდაპირ დაარქვეს American Spirit Whisky რა ეგეთი ამბავია რა დისტილერია არის რა ჩვეულებრივი ამერიკაში არის ბოსტონში არის შიგ ჯორჯიაში ბოსტონი და შუაში კაცო ატლანტაში არის ატლანტა ქალაქი და ჯორჯიის შტატში შიგნით და ნუ რა ვიცი ხდიან კიდე რაღაცას მარტო ვისკი არ აქვს სხვათა შორის რაღაც ისტორია აქვს სპირტიან სასმელებთან და რაღაც ვაშლის დისტილატიც აქვს ვაშლის ბრენდი და რაღაცებს აკეთებენ კიდე ჯინსას აკეთებენ მე მგონი შესაბამისად ამერიკულ ვისკიებს ოღონდ აი ეგ არის თქვენი ამერიკა რა ფითი single malt ხო single malt არანაირი სიმინდი არანაირი ჭვავი შიგნით მთლიანად ქერის ალაო რომელიც შენ როგორც მოიზია ინფორმაცია ხო tire fire ქვია სახელი ამ კონკრეტულ ვისკის ქვია tire fire მე როგორც მოვიძია ინფორმაცია ნუ დავინტერესდი ხა ამერიკაში რომ ფითი single malt აკეთებენ მოიცეხე რომელი მიდან დაქვია დანაბერი ჰაერი და ოკეანე და ოკეანე კი აქვს მაგრამ იქ მაინც არ აქვს ხო იმ შტატში ხო და პირდაპირ ის არის რა არანაირი თავისი რაღაცა თავისი ტორფი ეძებეს თუ თავისი ნაკვერჩხალი დაწვეს და იმაზე შებოლეს არაფერი პირდაპირ ფითით ბარლი გამოიწერეს შოტლანდიიდან რა რეგიონიც იყო მითითებული დამავიწყდა რომელი რეგიონის კონკრეტულად ანუ შოტლანდიიდან შეგიძლიათ თქვენც იყიდოთ ჩვენ გამოიწეროთ ბარლი ანუ ქერის ალაო რომელიც უკვე ფითით არის უკვე გამომშრალი არის ჩამოვა და მე გამოხადეს რა პირდაპირ არაფერი გამოხადეს და ერთადერთი რაც განასხვავებს ნახე თლიანად აილა სტილის ტორფიანი ვისკი რატომ არ გამოვიდაო? იმიტომ რომ თვითონ გვეუბნებიან ამას ჩვენაც ვიტყვით ჩვენ აზრს. იმიტომ რომ დააძველეს ამერიკულად, ბურბონულად დააძველეს, ანუ გამომწვარ ახალ Virgin White Oak-ში. თეთრ მუხაში. დააძველეს ოღონდ ფითით ბარლი გამოხდილი. და ფითით აწერია ზუსტად PPM-ი 45 PPM, ხო, საკმაოდ ძალიან ბევრია, ხო, რა. ეხლა Ardbeg 55 როა ეს 45 საკმაოდ მაღალია. გრადუსი არის 45.5, ესეც საკმაოდ საინტერესო გრადუსია, 40 არ არის. და რავი, მეტი არც არაფერი ახლა. მეტი კიდევ ერთ ისტორიას გეტყვი, რომ ამ კონკრეტულად ამ ბოთლზე თვითონ უწერიათ ეგეთი რაღაცა master distillery, ვინც არის სახელდება და მომწდა, არც აქვს მნიშვნელობა. იმასო, მთელი ცხოვრება უყვარდაო, ირლანდიური ფოთსტილის ვისკებიო, სუბუქი, ლაითიო. და თუ მაინც და მაინც შებოლილი იყო, ძალიან ლაითად შებოლილი შოტლანდიური ვისკებიო რა. მაკალანი უყვარდა განსაკუთრებით და ძალიან ლაითად შებოლილი ვისკი. ანუ აილას ვერ იტანდა ტიპი რეალურად რა. ხო და ერთ შვენი ერთ დღესო, ოღონდ თვითონ უწერიათ ებაუთასში რა. შეუჩიჩხინეთ რა, მოდი აბა ერთი ისეთი კაი ტორფიანი მძიმე ვისკი გააკეთეო. ოღონდ ისეთიო რომელიც ტორფიანი ხო არ გევასებაო აი ისეთი ტორფიანი გააკეთე შენ რო დაგევასებაო და აი გააკეთა ესეთი ორიგინალური და ფერმის მისმენია აი სასწაულია პირდაპირ კაი ახლა არ უნდა ამას ამდენი დროის ხარჯვა ნახოთ საინტერესო მართლა საინტერესოა რა ეგეთი რაღაცა რაღაცნაირ სხვანაირი ისტორია აქვს სხვა წყობა აქვს რა სხვა ფორმულა აქვს ვისკის აშკარად თან ამერიკულად დააძველეს ამერიკაში შოტლანდიიდან იარა საწყალმა მალთით ბარლიმ ფითით მალთით ბარლიმ ჩავიდა და იქ დახვდა ამერიკელი კაცი რომელიც გამოხდა და გაუშვა იმაში ახალ გამომწვარ უხმარ იმაში რა ქვია თეთრი მუხის კასრში და დააძველა ბიჭო ისინი ხო ჩვენ ხო რაღაცები გავსინჯეთ ამასობაში ანუ დიდი ხანი ხო არ არის ჩვენ რო ვისკი ასე თუ ისე ვიცოდი და ვსვამდი ჯერ კიდევ არ იყო ამერიკული single malt-ები
ხო. შეიძლება ჩვენ არ ქონდა გასინჯული. ყოველ შემთხვევაში ბალკონესი გავსინჯეთ მახსოვს. ეხლა აქ გააქვს შენ Jack Daniels-ის. საკმაოდ საინტერესო single malt-ი არის, აგერ Jack Daniels-ის single malt-ზე ლაპარაკი, ამერიკული, მაგრამ single malt-ი. ნუ ეს ოღონდ Oloroso-ში ეკიდა. კიდე რაღაც გავსინჯეთ, არ მახსოვს სახელი რა, ჩვენმა მეგობრებმა გაჩითეს ასე ვთქვათ რა. ასევე single malt-ი, ასევე ამერიკული, ოღონდ ბალკონესი სხვა სახელი ქონდა რა. ხო და რაღაცა სუნი similar არ არის? რა ხდება ამ ამერიკული მაშინ? აონდ ამას ფიტი მოაშორე და ისე. შენ ამაში ფიტს ტორპს გზნობს? ბიჭო, ამ 45 ppm-ს ვერ გზნობ ხო? საერთოდ ჩემთვის სუნამოა ეს. რაღაცნაირ სუნამოა. ცოტა წაუქიმიურებს, ხო? ცოტა ახლა აი ქიმიური არის, ხო? მე რო ვიზახო მე ზოგვისკიზე მithქვამს რაღაცა პლასმასის გემო აქვს. აი პლასმასის სუნი აქვს ახლა ამას. პლასმასის სუნი გულისხმობ შენ პლასმასი ახლა ესეც პლასმასი რაღაცა, მაგრამ სუნი ხო არა პლასმასი. ანუ იგულისხმება ხელოვნური სუნი. ანუ არა ბუნებრივი, არამედ უფრო რაღაცა შექმნილი სუნი, სუნამო კაი შედარება, უფრო კაი შედარება. პლასმასში გულისხმობ, რამე პლასმას რო აიღებ პატარას ნაკუთს და ცეცხლი როა მოკიდებული და აი კალმები და ხო, აი კალამი რო აიღო და ცეცხლი რო ცეცხლზე აი გაზი რო აანთო და ესე მიუშვირეს კალამი და რო დნება ეს პლასმასი და კალამი რო ამოდის. ამ მყრალი სუნია ახლა, ეგეთი მყრალი არ არის, კარგია კაცო. просто ახლა 45 ppm-ის არ არის, თორე სიმყრალი არა, მოტკბილი ტკბილია. აი ეგ რაღაც აი პლასმასის სუნში მაგას გულისხმობ ხოლმე რა. არა, სუნამოებისგან მიდის პლუს სიტყბო აქვს. ეს Virgin Oak-ის სიტყბო არის. რას აქვს ხოლმე? ვანილოვანი ცოტა შედარებით ალბათ ოდნავ რა, რაღაცა უხეში ტანინები აქვს და თუ მაინდა-მაინც რამეს უნდა მივამსგავსოთ, ჩემთვის მაგალითად კენკროვანი არის აქ რა, კარგად რა. წარმოჩენილი. კენკროვანი არის მართალია. არის რაღაცა, ოღონდ უფრო ჟოლო ვიდრე მასში. თორს ახლა საერთოდ უსწრებ ფრასხვირზე. მოცვი და ჟოლოა რა. აი ეგ ნახავთ არის. კი არის. ოღონდ გეუნებით ან პირდაპირ ცოცხალი არა, აი წვენილი გაზდის და ცოცხალი ჟოლოსში გარეცხავ და ჩამოფერთხილს რო პირში ჩაიყრი ხო რაღაცა ეგეთი ცოცხალი გემო არა აქვს. აი იმის რაღაც ესენცია, მოდი ესე ვთქვა. ესენცია უფრო უხდება სიტყვა ალბათ რა. მაგრამ სული სუნი არა აქვს და რას ერჩარდეს მის? არ ვერჩი კაცო, პირიქით სული. არა ბიჭო, პლასმასის სუნი სული ეს არის. პლასმასის სუნი ახლა მომხვდა და რა ვქნა, ხელოვნური სუნი მომხვდა რაღაცა. ხელოვნური არის, ანუ ესენციურია, მოდი უფრო ესე ვთქვა. ხო არის მსხალი, ცოცხალი და მსხლის ესენცია. ლიმონადში მაგალითად. აი ეგ სხვაობაა რა, ხელოვნურია. ოღონდ მსხალი აქ არ არის, ისე ვთქვი. მაგრამ ტორფს ვერ უცნებ. ეს ახლა ეს ახალი გახსნილი, მე გავხსენი ეს და ახალი გახსნილი აბსოლუტურად სხვანაირი იყო, ახლა უფრო დაიკარგა ტორფი თუ ნაკლები ტორფი აღარ არის, ხო, ახალი გახსნილს ქონდა, განსხვავებული ტორფი ქონდა, ცოტა უფრო მოტკბოსავით. ახლა ეს არ არის და ახლა არის სუნამო. ის ტორფი არ არის. შეიძლება ოდნავ სიმჟავე აქვს და შეიძლება ეს სიმჟავე არის, სიმჟავეშია გადასული ტორფი. კიდე ერთი რომ ამ ჭიქაში რომ მაკლდება ინტენსივობა, მაგ ჭიქაში საერთოდ წყალ უნდა იყოს ალბათ რა, მანახება, მიდი შენ ნახება მანდ. შენთან ძალიან ტკბილია. ხო, ნუ ტრადიციულად შენთან არაფერი სხველი არ არის. პირიქით. აქ მარტო ტკბილია და ჩემთან რაღაც მრავალფეროვნება გაიჩნდა, რაღაც ცოტა უფრო მენთოლი და ტორფი და რაღაც აქ უფრო იგრძნობა, იქ საერთოდ არ არის. ის იმენა ტკბილია. არა, მართლა ეს საინტერესო სუნია კაცო. ეგ რაღაცა მოსაწყენი სუნია მანდ. დავსინჯოთ? დავай, წავიდა. ეგრევე წამოიღო ტორფი. ხო. მაგრამ პეჩი გამოლებიც წოს არა, სადიგზენი. მე რო გადავყლაპე მე. გადავყლაპის მე. არა, კარგად წამოიღო. ოდნავ სიმწარე აქვს. ოდნავ სიმწარე აქვს. მაგრამ ეგ იმის არის, Virgin Oak-ის აგრესიაა ეგა. ხო, ზედმეტი სკოტიშების გაგვისინჯავს ეგეთი შოტლანდიურები, სადაც Virgin Oak გამოიყენეს დაფინიშებას და ზედმეტი მოვიდა და ეს რაღაცა ხის ზედმეტი ტონები შემოიტანა რა. ხო, ტორფი არის აბსოლუტურად განსხვავებული, რა მე თუ მკითხავ ახლა. შოტლანდიურ ტორფს მივხვდებით, რომ შოტლანდიური ტორფია იდეაში. ტორფი არის ეს და ჩატანილი და დისტილირებული, იქ უკვე გზაში დაკარგა ეს თქმა. გზა ხო, არ ვიცი. შეიძლება გინესზე რომ მომენ, ნახდი გინესი თუ გინდა დასაჯო. ირლანდიაში უნდა ჩახვიდე, დუბლინშიო, შეიძლება ეგ ამბავია რა. რა ქვია, შოტლანდიური ტორფი ვერიტანს მოგზაურობა. მოკლედ, სუპერ მრავალფეროვანი ვისკი არ არის, იმიტომ რომ რაც სუნზე იყო დაახლოებით გემოზე იგივე დამჭაღონ ფინიშზე. ჩაღლაპის მერე ძალიან ბევრი ტორფი წამოვიდა, ყველაფერი გადაფარა. ოდნავ შავი პილპილი იყო, როგორც კი ეს ყველაფერი წამოვიდა ის სიტყვები, რაც მე აღწერე. ჩემთვის ეს არის მარწყვი მალინა რაღაცა ეგეთი. ხო, მოკლედ ჟოლოს მურაბის სიტყვას ვამსგავსებ ყველაზე მეტად იმ სიტყვას, რომელიც მე აქ
დამხვდა რა. აუ ეხლა გამოვლების მერე რაღაცა ძალიან ნაცნობი ცხვირი წამოიღო და ბავშვობის სუნი წამოიღო და ვერ მურაბები ესენციებია რა. ბავშვობის არ ვიცი. ანუ ეხლა რო სუნაო. საერთოდ შეცვალა ცხვირი საერთოდ და ცხვირი შეცვალა კი როგორც ხდება. სულ რაღაცა მოახა ძალიან ნაცნობი ბავშვობის და ვერ აღვიდგინე ზუსტად რა. არ ვიცი, ბავშვობაში ბაკურიანში დავდიოდი, იქ იყო ერექციული ტყეში და რომ ამას უკავშირებ რავი, ის ხო არა ნაძვის რაღაცები. ისე ცოტა ნაძვი კი არის. ცივი ცხვირია გზა, ხო, ნაძვის რაღაცები არის. ცივია, ხო, მენტოლური, ნაძვის სუნი არის ცოტა. თუმცა მაგისკენ არ წავედი სანამ შენ არ თქვი. ეხლა ის გაქრა. მე დამებადა. ეხლა გაქრა ის თავიდან რასულზე. თუ აგინდა დიდარი ვისკი ყოფილა, რამდენი რაღაც გაგვახსენა, ნუ რა ვიცი, ხა პირველ შეყვარებულს როგორ ვაკოცე, მოიცის გამახსენდება ცოტა ხანში და რაკნას მეტი კაცო. ამ ამერიკა, აი ეგ არის თქვენი ამერიკა. ოღონდ სხვა პოზიტიურ ჭრილში ამჯერად. როგორ დავიწყე ისე დავამტარებ. აი ეგ არის თქვენი. ეგ არის რა. Make America great again. მოგეთ, თუ გაინტერესებთ როგორი single კარგია რა, ამერიკელებს და რა დავცინი ამდენი. ბურბონს და რაი ვისკის ჭვავს რო გადაახტეთ და ამერიკული single malt-ი გასინჯოთ. ისე მართლა მოდით და ამას შეადარეთ, ძალიან საინტერესოა რა. ეს საერთოდ ძალიან სხვანაირია ეს ახლა და საინტერესოა ეს. ოლოროსოს გასშია თან დაზოლებული. თან ოლოროსოა ამაში წარმოიდგინე ამერიკული single malt-ი ოლოროსოს გასში. ხო. და ეს ორივე აბსოლუტურად განსხვავებულია პლუს ერთმანეთისგან და თან ამდენს ორივე single malt-ია და თან ამერიკული. ასე რომ ეგ არის. არის საშუალება მოკლედ საინტერესო ვისკების გასინჯვის. Tire fire სახელი აცილეს ახლა ის რაღაცაც ისე რატო აცილეს? ეგეთ ტორფიანი არ არის რა. ტორფიანი არ არის, მაგრამ რაღაც დაკრავს ხო? რაბერ დაკრავს. რეზინის სუნი დაკრავს ხო? კი, ბორბლის სუნი ნამდვილად დაკრავს. კი, უცხო სუნი. ცოტა ზედმეტი არ ვაკეთე. ეგ სუნი არ უნდა და ნეტა არ წაგვეკითხე ეს ბოლოს სახელი. ეგ არის რა. საბოლოო ჯამში ნორმალური სასიამოვნო და საინტერესო ვისკი. ხო, რასაუბრე სხვანაირი ვისკია რა. კი, და კარგია რა ვიცი მე სიამოვნებით დავლებდი კიდე ერთ პორციას ვიდეოს რო დავამთავრეთ, მაგრამ დამის ხავს კითხეთ აბა. გამოიწერეთ არხი, გაწევრიანეთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი.